4 აპრილი მსოფლიო მიუსაფარ ცხოველთა დღეა. ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ქუჩის ბინადარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მათ ყოველდღიურად ქუჩაში რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია რომ რაღაცნაირად დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ის ყოველდღიური ძალიან რთული ყოფა. მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება მუნიციპალურ თავშესაფარში, საიდანაც ახლა ჩვენი ჟურნალისტი თამარ ბუბაშვილი ჩაგვერთდება. თამარ, დილა მშვიდობის. დილა მშვიდობისა, სანამ კონკრეტულად მიუსაფარ ცხოველთა დღეზე ვისაუბრებთ, მანამდე მინდა გაგაცნოთ ორი კოკერი. ისინი დაახლოებით უკვე 10 დღეა, რაც თავშესაფარში იმყოფებიან. 10 დღის წინ ორივე იპოვეს ქუჩაში. სავარაუდოდ ისინი ან დაიკარგნენ, ან პატრონმა მიატოვა, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით ისინი პატრონმა მიატოვა, რადგან 10 დღის განმავლობაში არავინ გამოჩენილა, ვინც მოვიდოდა თავშესაფარში და იტყოდა, რომ არის ამ ორი კოკერის მეპატრონე და წაიყვანდა მათ, ამიტომ 10 დღის განმავლობაში ისინი უკვე თავშესაფარში ცხოვრობენ, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ მათ ბედნიერი დასასრული აქვთ, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უბრალოდ იშვილოს, ასე ვთქვათ, და წაიყვანოს და შეიფაროს ორივე კოკერი, ასე რომ მათ უკვე პატრონი იპოვეს, თუმცა ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, მათი ნაწილი მეპატრონე მიატოვა და მათ არ აქვთ თავშესაფარი. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ და ამას ემსახურება დღევანდელი დღე, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება მივაქციოთ და რაც შეიძლება მეტად ვიზრუნოთ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც დღეს გაიმართება ღია კარის დღე, ანუ დილის 10 საათიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოვიდეს და ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში. დეტალებზე უკვე ვისაუბრებთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსთან, ბატონო გიორგი. მოდით პირველ რიგში რომ თქვა დღევანდელ დღეზე, ხო, ღია კარის დღეა, ჩვენ ვთქვით, დილის 10 საათიდან შეუძლია ნებისმიერ მსურველს აქ მოსვლა, რა აქტივობებში შეძლებენ ჩართვას, რისი გაკეთება შეუძლიათ, ვინც აქ მოვა დღეს? მოგესალმებით, როგორც უკვე თქვენ თქვით, დღეს დილის 10 საათიდან 19 საათამდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს ჩვენს თავშესაფარში და დილიდან მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ყოველდღე ჩვენს თავშესაფარში ხდება. გამოყვებოს ცხოველი, გაასეირნოს ცხოველი სურვილი შემთხვევაში, შეიძლება იჩუქოს ცხოველი და სახლში წაიყვანოს რეგისტრაციით და შეუძლია ღიად ნახოს თუ რა ეტაპებს გადიან ცხოველები აქ შემოსვლის შემდეგ, როგორ ხდება ოპერაციების გაკეთება, ცხოველების მომზადება, ვოლიერები რა მდგომარეობაშია, შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ღიად დაათვალიეროს, არაფერზე შეზღუდვა არ ექნებათ ამ ადამიანებს და ველოდებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ კი ბატონო, თქვით რომ დღეს არის ღია კარის დღე და 10-დან 7-მდე ყველა შეუძლია მოსვლა და ამ საქმიანობაში ჩართვა, მაგრამ თქვა თუ არის შესაძლებელი რომ არა მხოლოდ დღეს, არამედ ზოგადად ვისაც აქვს სურვილი რომ მოხალისე იყოს, თქვა პერიოდულად კვირაში ერთხელ ან თუნდაც თვეში ერთხელ მოვიდეს და თქვენს თანამშრომლებს დაეხმაროს ცხოველების მოვლაში. ანუ ასეთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია და როგორ უნდა მოვიქცეთ მაგალითად? ჩვენ სამომავლოდ აუცილებლად დავაანონსებთ ასეთ დღეებს. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ხშირად დავაორგანიზოთ ასეთი დღე და ღიად მსურველები, ვინც იქნებიან, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაგვეხმარონ ყოველდღიურ საქმიანობაში, შეძლო მოსვლა, ეს იქნება თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, ამ ყველაფერს ჩვენ დავაანონსებთ და ჩვენი მიზანი არის, რომ მოქალაქეების ჩართულობით მოხდეს ამ საკითხის გადაჭრა, გადაწყვეტა, რაც არის მიუსაფარი ცხოველების დიდი რაოდენობა ჩვენს ქალაქში. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ მონაწილეობის მიღება, რადგან გაიაზრონ თუ რა პრობლემა არის, საიდან მოდის ეს პრობლემა და რა წინააღმდეგობას ვაწყდებით, რა რთულ პროცესებს გადიან თვითონ ცხოველების, ადამიანების, აქ მომუშავე პერსონალების, როგორ შრომობენ ეს ადამიანები, გვინდა რომ ღია დავანახოთ მოქალაქეებს ეს ყველაფერი. ასე რომ ძალიან ხშირად იქნება სამომავლოდ ასეთი ღონისძიებები, ასეთი ღია კარის დღეები და ამ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად დავაანონსებთ. თქვენ თქვით, რომ ბევრი ცხოველი არის სამწუხაროდ ქუჩაში და ხშირად ალბათ მეც და ალბათ ყველას ბევრს შეგხვედრია, თქვა ცხოველი, რომელიც ქუჩაშია, მიუსაფარია და რაღაც გარკვეული დახმარება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე? როგორ უნდა მოგმართოთ, თქვათ, ცხელხაზე უნდა დაარეკოს, პირდაპირ არის შესაძლებელი მოსვლა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩაში ვხედავთ მიუსაფარ ცხოველს, რომელსაც სჭირდება ჩვენი დახმარება და ჩვენ არ შეგვიძლია იმ მომენტში რაიმეს გაკეთება?
ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. მოქალაქე შეუძლია დაარეკოს 112-ში, რომელიც გადმოამისამართებს ჩვენ სააგენტოში და ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ასეთ მისამართებს და გავდივართ ცხოველების დასახმარებლად, ცხოველების და ადამიანების დასახმარებლად ყოველდღიურად. თუ ქუჩაში ჩვენ ხედავთ უსაჭდო ძაღლს, ეს ნიშნავს, რომ ამ ძაღლს არ აქვს გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, არ აქვს გაკეთებული სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაცია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ ადგილზე, მოყავს ეს ცხოველი, უტარებთ შესაბამის პროცედურებს და ამ თავშესაფრიდან გადის მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხო ცხოველი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის ან სხვა ცხოველებისთვის. აუცილებელია მოკლედ რომ ჩვენც თქვა 112-ზე დავრეკოთ და თქვენამდე მოვიტანოთ ეს ინფორმაცია, ხო? ჩვენ ვთქვით რომ ღია კარის დღე იქნება დღეს, მოდით მისამართით რომ თქვა სად უნდა მოვიდნენ, ხო, მოქალაქეები და როგორ უნდა ჩაერთონ ამ დღევანდელ აქტივობებში. ეს არის ვარკეთილში, თვალჭრელიძის 45 ნომერში, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, კიდევ გავიმეორებ 10 საათიდან 19 საათამდე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აქ მოსვლა. ცხოველის გამოყვება, ცხოველის გასეირნება ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტად დავაახლოვოთ ცხოველებთან ადამიანები, ნახონ რომ ეს პრობლემა თუ რა სახის პრობლემა დგას ჩვენს დედაქალაქში დღეს და დავანახოთ რომ საჭირო არის მოქალაქეების ჩართულობაც ამ პროცესების გადაჭრაში და გადაწყვეტაში. აი შეგვიძლია ვთქვათ რომ ვთქვათ დღის განმავლობაში ან თვის განმავლობაში რაღაცა გარკვეული სტატისტიკა, რამდენად ხშირად პოულობთ თქვენი ჯგუფები, ვთქვათ მიუსაფარ ან იგივე მიტოვებულ ცხოველს ქუჩაში, რომელიც უბრალოდ პატრონმა მიატოვა, მას ასევე არ აქვს რაღაცა სპეციალური ჩიპი, ხო, რომლითაც შეგვიძლია დავადგინოთ ვინ არის პატრონი. ანუ ხშირად არის ესეთი ძაღლები, თქვათ ცხოველები, რომელთა იდენტიფიცირებას ვერ ახდენთ, პატრონის იდენტიფიცირებას. სამწუხარო ძალიან ხშირად არის ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქუჩებში ვხედავთ მიტოვებულ ცხოველებს, თითქმის ყოველ დღე შემოყავს თავშესაფარში მიტოვებული, გარეთ გამოშვებული ცხოველი. ეს არ არის დაკარგული ცხოველი, ესენი არიან მიტოვებული ცხოველები, რადგან ხშირ შემთხვევაში არ აკითხავს მე პატრონი ამ ცხოველს, არ არიან ისინი დაჩიპულები. არ და აუცილებელია როგორც ვთქვი კანონით, ხო, რომ იყოს და ყველა მე პატრონი არის ვალდებული, რომ თავისი ცხოველი დაჩიპოს და დაირეგისტრიროს თავის სახელზე. სამწუხაროდ ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქმნის შემდეგ ამ დიდ პრობლემას, მიუსაფარი ცხოველების პრობლემას, რადგან ძირითადად მიტოვებული, გარეთ გამოშვებული, გამოგდებული ცხოველები ქმნიან ამ სახის პრობლემას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სახით ასეთი აქციების სახით საზოგადოების ცნობიერება მეტად ავამაღლოთ, რომ სანამ აიყვანენ ცხოველს, სანამ სახლში წაიყვანენ, გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა თუ რასთანაც არის დაკავშირებული. სახლში ყავდეს ცხოველი, ეს არ არის ნივთი, რომ უბრალოდ იყიდო და დადო სახლში. ამას ჭირდება მოვლა, ცხოველს ჭირდება გასეირნება, ის იგივე ოჯახის წევრი არის და ძალიან დიდი პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ამიტომ პირველი ჩვენი პრობლემა არის მიტოვებული ცხოველი. ამიტომ ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება, შემოვიყვანოთ ჩვენს თავშესაფარში, ვანახოთ თუ რა მდგომარეობას შეიძლება აღმოჩნდეს ცხოველი, როდესაც მას მიატოვებ ქუჩაში და იმედი გვაქვს, რომ რაღაცა წინსვლა გვექნება ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი საუბრობდა ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს დილის 10 საათიდან 7 საათამდე შეგიძლიათ მუნიციპალურ თავშესაფარში მისვლა თვალჭრელიძის ქუჩაზე და ჩაერთოთ ყველა იმ ღონისძიებაში, რაც აქ როგორც წესი ყოველთვის 24 საათის განმავლობაში ხდება. დაგემშვიდობებით მე და ასევე დაგემშვიდობებათ ეს ორი კოკერი, როგორც გითხარით, რომელთა ისტორია ბედნიერად დასრულდა. დღეს მათ მოაკითხავთ ახალი პატრონი და ორივეს ერთად წაიყვანს სახლში და ორივეს ექნება ახალი თავშესაფარი. თუმცა სამწუხაროდ ყველა ცხოველის ისტორია ასე არ სრულდება, ამიტომ აუცილებელია რომ ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე და მინიმალური რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის არის რომ მათ მივცეთ საკვები ზამთრის ცივ დღეებში, მათ მივცეთ მეტნაკლებად თბილი თავშესაფარი და ახლა უკვე ნელ-ნელა ტემპერატურა მოიმატებს, დაცხება და სიცხეში აუცილებელია რომ მიუსაფარ ძაღლებს მივაწოდოთ წყალი და მინიმალური ეს რაც არის, რაც შეგვიძლია რომ მათზე ვიზრუნოთ და რა თქმა უნდა ყველაზე კარგი შემთხვევა იქნება ის თუ მოვახერხებთ და მიუსაფარ ცხოველებს შევიფარებთ და მუდმივ თავშესაფარს მივცემთ, თუმცა ასევე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველი ეს არ არის უბრალოდ გართობა, არამედ მას სჭირდება ისეთივე ზრუნვა, სიყვარული, ყურადღება, როგორც ადამიანს. დაგემშვიდობებით მე და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა თამარ, საინტერესო ჩართვისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარა და სწორედაც აღნიშნა, რომ სანამ ჩვენ ცხოველებს შევიფარებთ და სახლში წავიყვანთ, აუცილებლად გააზრებული პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ მერე მათ ხელახლა არ მოუწიოთ ქუჩაში დაბრუნება და იმ რთულ პირობებში არსებობა და ვიზრუნოთ ერთმანეთზე ცხოველებზე, ადამიანებზე და მეტი სიყვარული დააფთესოთ ჩვენი ირგვლივ.